თვალყურს რა ხდება გზანის რაიონში, მაგრამ მეწმუნეთ იმაზე უფრო შემაშფოთებელი არის ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია, იმიტომ რომ მეწმუნეთ არ ჩანს კიდევ, არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გზანის რაიონში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით გზანის რაიონში უპირობოდ მარცხდება, მე ეს მონაცემები რო ამხოდეს, არ ვიტყოდი ახლა აქ ქართული ოცნების კანდიდატი ყობიაშვილი, იციან მათ არანაკლებ უკეთ, ვიდრე მე ვიცი და ჩემმა შტაბმა და აქედან გამომდინარე ხედავთ რას აწყობენ. მობილიზაცია არის ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში გლდანში 94 საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი, ვინმე დათო კვიჟინაძე იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ ყოფ ჩვენ დამკვირვებლებს და აი ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი, ჩემი შტაბის წევრი დააკავეს. და ამ წუთის მდგომარეობით არის დაკავებული და არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და როგორც ვატყობ, არა მხოლოდ გდანის რაიონში და მივმართავ ახლა ბიზინა ივანიშვილს და გომელაოს. ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს ვიცავთ, ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებიებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები და არ დაარბიოთ საარჩევნო უბნები და მასკარას აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა მივმართავ ხარდაჭერებს ამ ქვეყნისა და არა ჩემს ხარდაჭერებს და არა ოპოზიციის ხარდაჭერებს. კრიტიკული საათები მოდის, ხმებს ჭირდება დაცვა და მე ვთხოვ იმორჩილისად, რომ მომგზავნდეთ გდანის ცენტრალურ შტაბში, რათა რამდენიმე საათში, დაახლოებით საათ ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. ხომ დადასტურდა ხახლა გუშინდელი კობახიძესა და არ ვიცი მე კალაძეებისა და სხვების ბრიფინგები რო იყო, მხოლოდ და მხოლოდ თხვილი და სინამდვილეში ისინი აპირებდნენ ძალადობას და ისინი აპირებდნენ ძალადობას ქართული ამორჩეველის ხმაზე და არჩევანზე. ჩვენ ვიცავთ, ჩვენ ვართ შვიდად განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან, იმიტომ რომ პროვოკაციაში მე როგორც თქვენ ჩვევიათ არ დაძდოთ ბრალი ოპოზიციას და თქვენ ძალადობთ და ეს ყველაფერი აღბეჭდილი არის ვიდეო კადრებზე. ამიტომ ხარდაჭერებს ვთხოვ, რომ მშვიდობიანად და წყნარად გდანის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში გამოცხადდეთ, რათა ხმები დავიცვათ. ეს არჩევნები არის მოგებული, ამ არჩევნებს არ მოვაპარინებთ ბიზინა ივანიშვილს, არც ერთ შეიარაღებულ კრიმინალს, არც ერთ ქურდს, არც ერთ ყაჩას და მასთან შეკრულ ხელისუფლებას. წარმოუდგენელი არის, რაც უფრო მძიმე შეცდომას დაუშვებთ, მით უფრო მძიმე იქნება პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ დაგეკისრებათ. არ გაგაყალბებიეთ, არ ჩაგაშლევინებთ არჩევნებს, დავიცავთ ბოლომდე ხმას. არც ერთი ამორჩეველიც არ მივიდეს, უკვე იმდენად დიდია სხვაობა, უკვე მოგებულია გდანში არჩევნები უპირობოდ პირველ ტურში, მაგრამ ყველა გდანელს, ყველა მუხიანელს, ყველა ამჭალელს, ვინც ჯერ კიდევ საარჩევნო უბნებზე არ მისულა, გთხოვთ დაწურებული ვარ ამას აპირებთ ისედაც მივგზავნდეთ წყნარად 7-3 საათი ამ ხელისუფლებას გაუძლებთ. 8 წელიწადია გაგვიძლია და 3 საათიც გაუძლებთ. დიდი მადლობა და გელოდებით საარჩევნო შტაბში. ძალიან კარგად ჩანს პროვოკაციას ვინაც მოხდა ყველა მიცის ყველა გდანურმა მუქიანურმა და ავჭალელმა რამდენად დიდი სხვაობით იმარჯვებს ოპოზიცია აქ გდანში. აქედან გამომდინარე
რას იტყვის ბატონი კობახიძე თუ ნებისმიერ ქართულ ლიდერი არის აბსოლუტურად არა უსაფუძვლო, არამედ არ არის საინტერესო და არც ისმინებიან. ჩვენ ვიცავთ ხმებს. ჩვენ ვართ თავდაცვითი მდგომარეობაში, იმიტომ რომ ხმა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და არა ამ ადამიანებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლა. მოკლედ, სასწრაფოდ გაათავისუფლეთ დაკავებული ირაკლი ეძვერაძე, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ იარაღის მუქარით, პოლიციელების დახმარებით და კრიმინალებთან, ასე ვთქვათ, ერთად მოქმედების დროს დააკავეთ და მის ადგილსაყოფნელს ვერ პოულობთ დღემდე ამ წუთის მდგომარეობაზე. გამოუშვით აუცილებლად და უპირობოდ, იმიტომ რომ ეს არის დაღლებას კი არა, უმძიმესი დანაშაული არის. ადამიანი ოფიციალური წარმომადგენელი ჩემი შტაბის მეგობარი, რომელიც იყო ოფიციალური წარმომადგენლობითი, ასე ვთქვათ, ბეიჯი, საარჩევნო უბანზე იდგა და ადამიანი მოიტანსეს. ამიტომ ირაკლი ეძვერაძე არის აუცილებლად გასათავისუფლებელი უახლოეს წუთებში. დიდი მადლობა. მთელი დღის განმავლობაში ყველა დამკვირვებელი იცავდა ხმებს. და თქვენ ხედავთ, ეხლა რა ხდება საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ხო? ხმა არა აქვს, ამორჩევის ხარდაჭერა არა აქვს, არიან გაკონტრებულები პოლიტიკურად და გადამოსულები არიან ძალადობაზე, მაგრამ ჩვენთვის ძვირფასი არის შედეგი, ჩვენთვის ძვირფასი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ არ შევდივართ მათთან ფიზიკურ დაპირისპირებაში, კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიცავთ ხმას. და 3 საათში ყველა დავწუნდებით, რომ მათი ეს ძალადობა განპირობებული იყო იმით, რომ მათ წააგეს არჩევნები. დიდი მადლობა. არის მოკლედ ეხა თავარი არის დამკვირვებელი ირაკლი ეძვერაძე გაათავისუფლოს. ადამიანი, რომელიც ძალადობით გამოიყვანეს საარჩევნო უბნიდან. დიდი მადლობა.